საღამო მშვიდობის საძვირფასებო, ჩემო კარგებო და ლამაზებო, საყვარლებო, ერთგულებო. მოკლედ, მინდა თქვენთან ერთად განვიხილო ასეთი საჯარო გაშლა, ანუ უნდა ელოდოთ თუ არა ახალ ეტაპს ურთიერთობაში, თქვენს ურთიერთობაში, ხო? ვნახოთ ახალი ეტაპი იქნება თუ არა თქვენს ურთიერთობაში. დაელოდოთ უნდა თუ არა. ჩაიფიქრეთ სახელები და გვარები, ანუ თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელი თვე და რიცხვი, თქვენი პიროვნების სახელი და გვარი დაბადების წელი თვე და რიცხვი და მოდი ვნახოთ, უნდა ელოდოთ თუ არა ახალ ეტაპს თქვენს ურთიერთობაში. სანამ მე ავჩეხავ, გადავჩეხავ, ჩამოვჩეხავ და შემოვჩეხავ, ჩაიფიქრეთ და დავიწყოთ გაშლა, ხო? აბა, სულ რამდენიმე წამი საკმარისი იქნება და გავშალოთ. უნდა ელოდოთ თუ არა ახალ ეტაპს თქვენს ურთიერთობაში. დავიწყეთ. სტანდარტულად რა თქმა უნდა, ხო, ორიანი კვერთხები. არის მოლოდინი. თქვენი ენერგიები რატო ამოვიდა ამ ორ ჩემი გაბედული გოგოები ვინ არიან? მისი ენერგიები. ეს კიდე მუდამ შეყვარებული მამაკაცი. კარგი. რა ხდება თქვენ შორის დღეს? დიახ, მშვენიერი. მე მგონი რომ და იქნება თუ არა ახალი ეტაპი თქვენს ურთიერთობაში, მე მგონი რა ხდება თქვენ შორის დღეს უკვე მე ნახავ ვიჩქარებ. რატო ხდება ეს? მედი ამასაც დავსვავ კითხვას. არ მომკლა მარჩევანმა. რომელსაც ვერ ვაკეთებ. მოკლედ, კარგი. სტანდარტულად დავიწყეთ. ორიანი კვერთხებიდან გამომდინარე. თქვენს ურთიერთობაში დღეს რეალურად კი ბატონო შესაძლებელი, იცით რა არის ხა, ალბათ მიყურებს უფრო ასე ვთქვათ, ცოლის ამპულაში მყოფი ხალხი, ცოლები, ოფიციალურ სტატუსში მყოფი პიროვნებები, ალბათ უფრო ესენი მიყურებთ, ხო? თითქოს არის, ჩანს თქვენ შორის რაღაცნაირად სამომავლო პერსპექტივები ორიანი კვერთხებიდან გამომდინარე, თუმცა რო ვთქვათ, რომ ესე აქტიურად მიმდინარეობს თქვენი ურთიერთობის განვითარება სამომავლო პერსპექტივებთან მიმართებაში, ხო? მოცემული არკანებით მე ვერ ვიტყვი. განვიხილოთ. პრინციპში ამის ქვეშაც რომ ნახოთ რა დევს. 4-იანი კვერთხი აი მე ღმერთო ჩემო 4-იანი პენტაკლებიდან გამომდინარე აი თითქოს რაღაცნაირად ურესურსო მდგომარეობა ურთიერთობაში და ვფიქრობ რომ 4-იანი ძალიან ჭარბობს აქ ამ ურთიერთობაში განვითარებას მე ვხედავ სადაც თქვა ოჯახობრივი მდგომარეობაა ხო თქვენ ხართ 6-იანი ხმლების და პენტაკლების მეფის პოზიციაში და ენერგიებში ეს არის არ ვიცი ვინ მიყოლ შეიძლება მამაკაცებიც იყოს შეიძლება ქალები ვინც უფრო ასე ვთქვათ მამაკაცურ ენერგიებში ხართ ხო თითქოს ამ ურთიერთობისთვის თქვენ ძალიან ბევრი ჩადეთ ხო ბევრი ჩადეთ ამ ურთიერთობაში რაღაცნაირად დღემდე რო ეს ურთიერთობა არსებობს ეს არის თქვენი დამსახურება და აი არაპირებთ რომ დათმოთ თუნდაც დათმოთ ეს ურთიერთობა და მზად ხართ რომ წინ წაიყვანოთ ყველანაირად რადგან საკმაოდ ბევრი რესურსია ჩადებული ამ ურთიერთობაში თქვენი მხრიდან როგორც პენტაკლების მეფის პოზიციიდან და თქვენ ხართ წინამძღოლი ამ ურთიერთობის როგორც ასეთი დღემდე რო ეს ურთიერთობა არსებობს არის თქვენი დამსახურება და აქედან გამომდინარე არაპირებთ რომ დათმოთ პოზიციები თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ორიენტასების პოზიციაში პიროვნება როგორც ორიენტასებში რო ამოდის ხო ძალიან თბილი მოსიყვარულე ნამეტანი თბილით ასე ვთქვათ შეყვარებული ასეთ რაღაცნაირ ჰაეროვან ენერგიებში იმყოფებაო რა რო იტყვიან ემოციურ მდგომარეობაში შეყვარებულია ვიზია შეყვარებული ამას განვიხილავთ მაგრამ აი რაღაცნაირ თბილი პიროვნება და რომელსაც ადვილად უყვარდება სხვათა შორის
არ დავმალავ ამ ფაქტსაც. ადულად უყურებთ კიდე ერთ არკანს დავამატებ ხო? კი ბატონო. აი თითქოს ასე გეტყვით თვითონ არკანსაც რო შეხედოთ ხო? თავის ოჯახში შეყვარებული, თავის შვილებზე შეყვარებული პიროვნებაა და თითქოს პიროვნება რომელმაც ოჯახი თქვენთან ერთად შექმნა სიყვარულით და სიყვარულით შექმნილი ოჯახი, სადაც არიან ბავშვები, ესეთ ენერგიებში იმყოფება დღესდღეობით ხო? ამ არკანებიდან გამომდინარე ხო? რა იქნება ანუ ეტაპი ურთიერთობაში რა უნდა იყოს ხო? რო შევხედავთ თქვენ შორის დღესდღეობით უბრალოდ არის ოჯახი, ოჯახობა, იმიტომ ვთქვი რომ ოჯახია თქო, რომელიც ასე ვთქვათ 6-იანი კვერთხებიდან, 8-იანი კვერთხებიდან და 10-იანი პენტაკლებიდან გამომდინარე დღემდე მოდი ეს ვთქვათ სტაბილურობაში იმყოფება და ურყევი მდგომარეობა, აი ურყევად მიმდინარე ურყევი და ანუ აი მოდი ესე ვთქვათ ჯერჯერობით მის სტაბილურობას საფრთხე არ შექმნია, ესე ვთქვათ, ხო? როგორც იყო, ისე არის ეს ოჯახი. არის დღესდღეობით ეს ოჯახი. რადგან თქვენს შორის ის ყველაფერი, რაც იყო, რაც არის და რაც ერთად გამოიარეთ, ხო? ასე თუ ისე, თქვენთვის ორივესთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დღესდღეობით რაც ხდება თქვენ შორის. და სამწუხაროდ, აი ეს არ მომწონს, ხო? იმდელოდო თუ არა ახალ ეტაპს თქვენს ურთიერთობაში. ოჯახი ოჯახად ავიღოთ ხო? ოჯახი ოჯახად, მაგრამ ამ ოჯახში რეალურად არის ძალიან რთული მდგომარეობა. ოჯახი, როგორც წეგან აღვნიშნე ორივეს მხრიდან, სადაც ორივე მხრიდან იყო ჩადებული ძალიან ბევრი რესურსი, ტკივილი, სიხარული, სიყვარული, ცრემლები, ყველაფერი რომ ერთად გამოიარეთ ხო? დღესდღეობით, ასე ვთქვათ, დამძიმებული სიტუაცია მიუხედავად ყველაფრის ამ ოჯახში და აი ამ არკანს ვეძახი როგორ იცით, ჩემოდანი სახელურების გარეშე, რომლის ტარება ძალიან რთულია, მაგრამ გადასაგდებად რომ გენანება და ნამდვილად დასანანია იმ ყველაფრის ასე ვთქვათ განაცარტუტება, რაც იყო თქვენ შორის და რაც არის დღესდღეობით თქვენ შორის ხო? არ აქვს მნიშვნელობა. ამ ადამიანს ასე ვთქვათ, არ ვიცი თქვენთან მიმართებაში ვერ ვიტყვი რომ სიყვარული არ გააჩნია თქო მისი შვილების დედა რა თქმა უნდა უყვარხართ და სტაბილურად არის თქვენთან განწყო მიმართებაში ხვდებით და უბრალოდ რაღაცა სიტუაციები არის დღესდღეობით, აი რაც მას უბრალოდ გულს ტკენს და ორივეს გულს გტკენთ, რომ სამიანი ხმლებიდან გამომდინარე ყველამ ძალიან კარგად იცით ხო? უკაცრავად ბოდიშით 8-იანი ხმლებიდან გამომდინარე. რაღაცნაირად რატომ მომეჩვენა სამიანი ხმლები ღმერთო ჩემო. 8-იანი ხმლებიდან გამომდინარე ბოდიშს მოგიხდით, უბრალოდ რატომღაცა გავაიგივე სამიან ხმალთან, კივილიანი გამოხედვა აქვს, მაგრამ აქაც 8-იანი ხმლებიდან გამომდინარეც აი თითქოს ვერ გამოდიხართ იმ სირთულეებიდან, რაც შესაძლებელია თქვენ შორის დღესდღეობით არის და აი თითქოს ერთ წრეში ხართ, თითქოს ვიღაცა დაგწყევლად თუ დაგთარსად თუ რაღაცნაირად რა ვიცი თქვენს ოჯახს რა უსურვა არ ვიცი, მაგრამ აი ვერ გამოდიხართ რთული მდგომარეობიდან და თითქოს ორივეს იმდენად თავმოყვარეობაზე გირტყავთ ეს ყველაფერი, რომ აი ორივეს თავმოყვარეობა იმდენად გელახებათ აი ამ ბოლო დროს ამ ურთიერთობაში, რომ ჩხუბების, დავიდარების და აი ომების გარდა დღესდღეობით თქვენ შორის არაფერი ხდება და სამომავლოდაც ეს კარტი მე მომასწავებს რომ და მეუბნება რომ თითქოს განვითარება ამ ურთიერთობაში არ არის და ერთ ადგილას გახართ ტკეპნით, ჩხუბობთ ერთმანეთს არინდობთ, გულს ტკენთ და რა ვიცი 1000 ოხრობა ხდება დღესდღეობით თქვენ შორის, რაც სამომავლო პერსპექტივებში მეტად არ მომდის, ხო? და კიდევ დავამატე არკანები, რადგან მაინტერესებდა რა მოხდა. რეალურად თქვენს ურთიერთობაში თქვენ დღესდღეობით საერთო ჯამში აი ეს დაპაუზებულად ხართ, თან არ ხართ. ანუ არის ოჯახი, მაგრამ თან არ არის ოჯახი, ხვდებით, ანუ აი სხვებისთვის შეფუთულად ოჯახი არსებობს, მაგრამ აი ეს ადრე რაც იყო თქვენ შორის უკაცრავად ეს სიყვარული და ყველაფერი დღესდღეობით არ არის, რადგან 2-იანი ხმლებიდან გამომდინარე და თასების დედოფლიდან გამომდინარე, მოდი ასე ვიტყვი, ხო? შესაძლოა თასების დედოფალში ასე თუ ისე მესამე ფაქტორები ამოდის, მე ვერ ვიტყვი მაინც და მაინც რომ არჩევანი გვაქვს, მაგრამ შესაძლებელია თქვენი ეჭვებიდან გამომდინარე, აი თუნდაც იყოს კიდევაც, აი კარმულ პერიოდს გადის თქვენი ოჯახი, ხვდებით, გადალახავთ და ამჯერად მე მჯერა რომ გადალახავთ, იმიტომ რომ ეს
თასების დედოფლის პოზიცია, რომელიც საბედისწერო თქვენს ურთიერთობაში არის შემოსული, თითქოს თქვენი ოჯახის სიმყარეს შემოწმებას ემსახურება, ხო, რამდენად მყარია თქვენი ოჯახური მდგომარეობა და სტატუსი, ხო? იმიტომ რომ თუ ასეთი სიმყარეა და ასე შემდეგ არ შეირყება და ყველგან არსებობს, ასე ვთქვათ, ყველა ოჯახში არის ესეთი სიტუაცია, მაგრამ მთავარია რომ დაძლიოთ ის სირთულეები. და აქედან გამომდინარე, პაუზა თქვენ შორის, ასე ვთქვათ, ახალ ეტაპთან მიმართებაში, ურთიერთობაში და აქედან გამომდინარე, გიტყვით ასეთ რამეს, უნდელოდეთ თუ არა ახალ ეტაპს თქვენს ურთიერთობაში. ეს არის სრულებით დამოკიდებული თქვენზე, კი ბატონო, თქვენზე, იმიტომ რომ ხომ თქვენის მიერ ჩაფიქრებული პიროვნების მხრიდან რაცნაირად კი ბატონო, რავი, ამოვიდა მაინც გვერდხები, ისა რა ქვია, ქურუმი ქალი. თავარია გაუძლოთ, მაგრამ თითქოს ამ ურთიერთობაში რაღაც ბუმერანგებით მოგდით თქვენ, არ ვიცი, ვინც შეიფიქრეთ. არ ვიცი, რაღაცა ბუმერანგულად გიტრიალდება თქვენ უფრო დაფიქრდით. რა შეიძლება იყოს თქვენთვის გამოგზავნილი ბუმერანგი, ზოგადად გაკეთებული და რა არა. ვაიღმე. კი ბატონო, დაფიქრდით ვისთვის ზოგადად გაკეთებული ბუმერანგით გიტრიალდებათ, ხალხო, არ ვიცი რა არის, როგორ არის. კი უხდები, მაგრამ არ გავაჟღერებ და არ მინდა რომ გავაჟღერო და თქვენ ყველამ თქვენ გულებს ჩაიხედათ. სულ რა ვიცი, კითხვა საომალო პერსპექტივები, განვითარება, ანუ ახალი ეტაპი ურთიერთობაში. თავარია გაძლოთ. თავარია გაიტანოთ ერთმანეთი, იმიტომ რომ ხმლების მეფის პოზიციაში თქვენ იმპერატორი თუ გადავა, უკვე ისედაც ტყუილებშია გადასული. არ იქნება არაფერი კარგად. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა თქვენთვის ამ ეტაპზე. მე თქვენ გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. იყავით გულწრფელები, იყავით კეთილები, აკეთეთ სიკეთე, რომ ცუდი გაგიკეთონ თქვენ საპასუხოდ, ცუდად ნუ გასცემთ ნურასოდეს პასუხს, იმიტომ რომ მაშინ რა განსხვავება იქნება თქვენსა და მათ შორის, ხო? ყველაფრის მოგვარება უნდა შეგეძლოთ ენით, საუბრით, თუნდაც ჩხუბით და არა სხვა გზებით. ახლა და აქედან გამომდინარე, ყველას გისურვებთ საუკეთესოს ცხოვრებაში. როდესაც გული სუფთა გაქვთ და ყველაფერი სუფთა გაქვთ, ასე ვთქვათ, ყველა უფალიც და ყველას თქვენკენ იქნებიან. ანუ მოდი ასე ვიტყვი. როცა ხართ სუფთა, არაფერს არ გეშინიათ, ხო? იმიტომ რომ აი შეხედოთ. ყველაფერი დაგვიბრუნდება ჩვენ, მეც თქვენს ყველას, ხო? რასაც გავაკეთებთ, სიკეთეს გავაკეთებთ, სიკეთე დაგვიბრუნდება სამყაროს არკანი 10-იანი ფორტუნის ბორბლიდან გამომდინარე. გავაკეთებთ, ასე ვთქვათ, ბოროტებას, ბოროტება დაგვიბრუნდება. აქედან გამომდინარე, ნუ დავივიწყებთ, რომ ვაკეთოთ სიკეთე, თუ სიკეთის კეთება არ შეგვიძლია ამ შემთხვევაში და ვერ გავაკეთებთ სიკეთეს, ნუ რაფერს ნუ გავაკეთებთ და მივანდოთ ყველაფერი ასე ვთქვათ უფალს, ხო? დაგემშვიდობებით შემოკარგებო და ძვირფასებო. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში, ერთგულებას, სიყვარულს, სიხარულს. თქვენ საყვარელ ხალხთან ერთად ყოფნას, სიბერემდის და ღირსეულად გვეცხოვროს. დაგემშვიდობებით. კარგად იყავით.